დღეს ჩვენთან ისეთი განათლებული ბავშვი მოვიდა, რომ მასთან სასაუბროდ მინიმუმ 2 დიპლომი არის საჭირო. ძალიან გთხოვთ, ხუხარი აპლოდისმენტებით შევხვდეთ ჩვენ სტუმარს, ტიტე კვესელავას. მობრძანდით. სალამი, გამარჯობა, ტიტე. ხილად, დაჯექი მამიკო. შესანიშნავ დედა. მობრძანდით უკვე ჩვენთან, მოგწევთ როგორია აქ, ბატონო განათლებულო, რაღაცები რო გკითხოთ, თქვენ ვიცი რომ მიპასუხებთ. თქვენ იცით სხვადასხვა ქვეყნები, თქვენ იცით სხვადასხვა ქვეყნის დროშები, დედაქალაქები, მანქანის მარკები, ყველაფერი იცის აბსოლუტურად. აი თუ კი რამე არის საინტერესო დაკავშირებული სხვა ქვეყნებთან, ყველაფერი იცის, ხო მართლა? რამდენი წლის ბრძანდებით? 3 წლის. 3 წლის ხართ? საოცარია. 3 წლის დედა, რა ვიცი. რა მაინტერესებს ბატონო ტიტე, მინდა გკითხოთ. თქვენ ბაღში დადიხართ? და როგორ შეაფასებდით? მოგწონთ ეს ბაღში სიარული თქვენ? კი. კარგია ბაღი? კი. რას აკეთებთ ბაღში რომ მომიყვეთ თუ შეიძლება? წვნიანს. რას მამა? წვნიანს. გადასარევია. ბაღები გამოირჩევიან წვნიანის ნაირსახეობით, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ ბავშვები ძირითადად ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას წვნიანზე. და რა წვნიანს გაჭმევენ იქა? რა ფერია ის წვნიანი? წითელია, თეთრია? ჩემი სიკვდილი, რა საჭმევთ ბავშვს? მაწვნის არის? მაწვნის სუპი ხო არ არის? კი. დაჯექი ისე რომ ყველამ დაგინახოს, აქ საინტერესოა. მაწვნის სუპია და ძალიან გემრიელია, ხო ალბათ? შენ ახლა ისედაც ყველაფერი იცი ბაღში და რა მაინტერესებს? მასწავლებლებს ხო არ ასწავლი ხოლმე იქით რაღაცეებს? კი. აბა რეები გისწავლებია მასწავლებლებისთვის მითხარი. ლექსები. ლექსები? შენ ლექსებიც იცი? კი. ო, კაი, არ მჯერა. მართლა იცი ლექსები? რა ლექსი იცი? ათასა. ბატონო? ათასა. ალათასა ბალათასა. შესანიშნავია. ალათასა ბალათასა. მაგრამ მე სხვათაშორის ინფორმაცია გამაჩნია, რომ შენ მზის სისტემის ყველა პლანეტა იცი. კი. ნუ მატყუებ, მართლა იცი? შეგიძლია ჩამომითვალო? კი. აბა? მეკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. სოკრატემ იცოდა ის, რომ არაფერი იცოდა, ხოლო ტიტემ იცის აბსოლუტურად ყველაფერი. ხო ასეა ტიტე? კი. კარგი. რა გამახსენდა ახლა? შენ ასოებს ცნობ ხო, როგორც ვიცი? კი. ცნობ ასოებს? ქართული ანბანი იცი? აი, იყავი, მანდ იყავი. იყავი და აქედან აი ეს რა ასოა? დ. ეს დ-ა, ესა? ი. კი ბატონო, ესა? დ. კი ბატონო. აი ბოლოში ეს რა ასოა? უ. აპლოდისმენტები არ ისმის? კარგი. აი იქ რა ასოები წერია? აი იქ. ტ. მერე? ი. მერე? ტ. ე. რა გამოვიდა? ტიტე. აპლოდისმენტები! ტიტე, ბრავო, როგორ ყველაფერი კარგად იცი შენ. შეიძლება ვიზუალურად გეგონოთ, რომ არ არის 3 წლის, მაგრამ 3 წლის არის ვერწმუნეთ და აი ესეთი ცოდნა აქვს. გაქებ, რომ იყურებ, ხო? თან აბსოლუტურად დამსახურებულად გაქებ. ეხლა რა მითხარი შენ, როგორ იქცევი ხოლმე სახლში? კარგად. მართლა? კი. არაფერს არ აშავებ დავიჯერო? აშავებ? აშავებ თუ არა? კი. ვისთან ერთად მოხვედი დღეს შენ მითხარი? მამიკოსთან. ვისთან? დედკოსთან, მამიკოსთან. დედიკოსთან და მამიკოსთან შეიძლება დაველაპარაკო და ვკითხო როგორ იქცევი შენ სახლში? შეიძლება შევეკითხო? კი. მოუსვენარია სახლში? კი, საკმაოდ ცელკი და მოუსვენარია. როდის გაუჩნდა სურვილი რომ აი მაგალითად პლანეტები შეესწავლა და სხვადასხვა ქვეყნის დროშები შეესწავლა და დროშები ეზოში სეირნობის დროს ვნახეთ საქართველოს დროშა, იყო დახატული და მიკითხა რა არისო. მე რო გავეცი პასუხი, სხვაგანაც რო დავდიოდ და რო ხედავ და აი ეს საქართველოს რომდა და ეს რა არის, მე რო მეორესა და ამიტომ ჩვენც ვეცადეთ რომ ისი ინტერესი ასე ვთქვათ დაგვეკმაყოფილებით. რამდენი დროშა იცი შენ, რამდენს ცნობ ხო არ დაგითვლია? კი. დაგითვლია, იცი რამდენი იცი? ეს რა მდგომარეობ მეც დავდგები, აჰა. ეს თუ არ მიუტრიალდით ხოლმე დაგვინახო, ნუ. კი. კი ბატონო, კი და კი. დაჯექი წესიერად თუ დაგინახონ. ესე 100-ზე მეტი დროშა იცი? კი. ეს არ ღირს ახლა აპლოდისმენტების ფასად, არ არის ეს აპლოდისმენტების ღირსი, 100-ზე მეტი დროშა? მოდი, მაშინ ასეთი რაღაცა გავაკეთოთ. მე რომ შენ დროშები გაჩვენო, შენ შეძლებ რომ გამოიცნო? კი.
დარწმუნებული ხარ? კარგი, მაშინ ყოველგვარი მომზადების გარეშე მივტრიალდეთ ახლა ეკრანისკენ და შევხედოთ ერთი, აბა რა ქვეყნები არის აქა, ჩამოვიდეთ. აი ეს ვისი დროშა, მითხარი? ისლანდია. ისლანდია, აბსოლუტურად მართალია. შესანიშნავია, ძალიან კარგი ქვეყანა ისლანდია. დედაქალაქი აქვს ისლანდიას? კი. აბა მითხარი რა არის დედაქალაქი? რეიკიავიკი. აბსოლუტურად მართალია, რეიკიავიკი, კი ბატონო. შემდეგი დროშა შეგვიძლია ჩავრთოთ უკვე? აბა, ეს მადაგასკარი. მადაგასკარი. მაგადასკარია თუ მადაგასკარი? მადაგასკარია. კი ბატონო, იყოს. შემდეგზე გადავიდეთ, ვიცი რომ იცი. აი ეს რა ქვეყნის დროშაა? ინდონეზია. ვინა? ინდონეზია. ინდონეზიის დროშა ყოფილა. შესანიშნავი. დედაქალაქი იცი ინდონეზიის? აბა მითხარი? ჯაკარტა. ჯაკარტა. აი. აბა, აი ეს რა უცნაური დროშა არის, რაღაცა ვარსკვლავებია და რაღაცა ჩიტივით თუ რაღაც მისტიური ფრინველი. პაპუა ახალი გვინეა. ვინა? პაპუა ახალი გვინეა. პაპუა ახალი გვინეა? პაპუა ახალი გვინეა. ბევრმა ეგეთი ქვეყანა რო არსებობს, ისიც არის ის და შენ დროშაც კი იცი. შემდეგი დროშა ვნახოთ. აი ეს რა დროშა არის? რა ქვეყნის დროშაა? ბანგლადეში. ბანგლადეშის დროშა ყოფილა. დედაქალაქი იცი ბანგლადეში? ბატონო? დაკა. ალბათ. ალბათ. სინგაპური. სინგაპური, აპლოდისმენტები. შემდეგ დროშაზე გადავიდეთ, უკვე შეიძლება გვაძლევ უფლებას. გადავიდეთ შემდეგ დროშაზე, აბა. ხორვატია. ხორვატია, დედაქალაქი იცი ხორვატია? ზაგრები, აბსოლუტურად მართალია. შემდეგი ვნახოთ. ტაჯიკეთი. ტაჯიკეთი, დედაქალაქი? დუშანბე. დუშანბე. მართალია. ლიხტენშტეინი. ლიხტენშტეინი ყოფილა ეს. დედაქალაქი ლიხტენშტეინი. ვინა? ვადუცი. რაო? ვადუცი. როგორო? ვადუცი. რაო? ვადუცი. ვადუცი ყოფილა, აპლოდისმენტები, ლიხტენშტეინის დედაქალაქი. აბა, შემდეგი დროშა ვნახოთ. ურუგვაი. ურუგვაი, სორია. ამას დედაქალაქი აქვს ურუგვაის? კი, რა ქვია მაგ დედაქალაქს? მონტევიდეო. მონტე? ვიდეო. ვიდეო კი არა ის რაღაცებს იგონებ, არ იქნება. ვიდეო, სადღაა ვიდეო, აღარავის აღარ აქვს სახში? კი. არის, მონტევიდეოა ესა? კი. მონტევიდეო ყოფილა, ეწყინა როგორო, კაცო, მართლა მონტევიდეოა, ხო? ხო არ გვერევა ჩვენ არაფერი. არა, ეხლა გადავიდეთ შემდეგ დროშაზე. ეს რა? ვინა? უნგრეთია. უნგრეთია, კი ბატონო, უნგრეთის დედაქალაქიც იცი? კი. აბა, მითხარი? ბუდაპეშტი. ბუდაპეშტი, კი ბატონო. კარგი, შემდეგი ვიეტნამი. ვიეტნამი. აჰა. ვიეტნამის დედაქალაქიც ვიცი მე, აბა. ჰანოი. ხანოია, აბსოლუტურად მართალი ხარ, კი ბატონო. აი, ამას არ გეცოდინე. პანამაა ესა? ოი. დედაქალაქი პანამა. როგორ? პანამა. პანამა ყოფილა, კი ბატონო, პანამა. ესე იგი, ყოველი დღე გატარებული ამ ადამიანთან ერთად ნიშნავს მეტი ცოდნის მიღებას. მართალია ხომ, ბატონო ტიტე? თქვენგან ესე თქვენ ხართ ბატონი ტიტე განმანათლებელი, როგორც მე მივხვდი. კარგი. მე პატარა ქართველი ვარ. კავკასიის თებიშვილი. მოიცა ეგ ეგრე არის თქვის აქ დაჯე კარგად მითხარი ეგ რა კარგად რაღაცა დაიწყე. მიდი მითხარი ეგ ლექსი როგორ არის? მე პატარა რაო? მე პატარა ქართველი ვარ. დიახ. კავკასიის თებიშვილი. ლაგაცხოვი. მიშანია სიბირით. კახეთი მერეთი. გურია და სამეგლელო. ლა ჩემი სამშო საყვარელი საქართველო. აი თუ არ იცის ძალიან მაგარი ლექსი. ყოჩაღი ბიჭი ხარ შენ ძალიან და ამისთვის შენ აუცილებლად დასაჩუქრები, მინდა გითხრა, საჩუქრები ვის უყვარს ხელი ავიწიეთ? ვის უყვარს საჩუქრები? მე. აი ესე მეც მიყვარს და მაგრამ მეცაც გეტყვი, მე საჩუქრების ჩუქებაც მიყვარს ძალიან ისეთი ბავშვებისთვის, როგორიც შენ ხარ. ამიტომ საჩუქარი ფაგიოსგან, ფაგების ნაკრები რომელიც დაგიცავს გაციებისგან და ყველანაირი ინფექციისგან და კიდე რაღაც სათამაშოებია, რომლითაც დარწმუნებული ვარ, ჩავხედე, შეიძლება ვნახო რა არის შიგნით.
აი, დედა კუბებია. რა მაგ ხის კუბებია და რა მაგარი რაღაცები. ეს იყოს აქ შევინახოთ, ეს საჩუქარი და ახლა გეტყვი რომ ეს საჩუქარი არ არის მხოლოდ შენი საჩუქარი. კიდევ ერთი საჩუქარი ვინ უნდა მოიტანოს თუ იცი? ლოკომობო. აბსოლუტურად მართალია, ლოკომობოს ლომი. მოდის. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახდათ ყველაფრის მცოდნე ტიტე კვესელავა.